ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის მიერ გამოვლენილი სტრუქტურული პრობლემების დაძლევა ბაზარზე ფასების შემცირების მოლოდინს ქმნის პრემიერ-მინისტრის თქმით, მიწოდების ჯაჭვის დამოკლება და არსებული ბარიერების აღმოფხვრა პროდუქტების გაიაფებაზე პირდაპირ აისახება, თუმცა ამას დამატებითი მუშაობა და გარკვეული დრო სჭირდება. პრემიერის განმარტებით ხელისუფლება მუშაობს იმ მიმართულებებზე, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის პროდუქციის უფრო ხელმისაწვდომ ფასად მიწოდებას უზრუნველყოფს. ვადა გადაცილებული სესხების რაოდენობა იზრდება 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით კრედიტინფოს ბაზა არსებული საკრედიტო ვალდებულებების საერთო მოცულობა 78 მილიარდი ლარია, რაც მართთან შედარებით 0,88%-ით მეტია. მთლიანობაში ვადა გადაცილებული სესხი დაახლოებით 375,000 ფიზიკურ პირს აქვს და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 10,000-ით არის გაზრდილი. კასპის ცემენტის ქარხანაში 70 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტი იწყება, რაც ქვეყანაში ცემენტის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და წლიურ წარმოებას დაახლოებით 400,000 ტონით გაზრდის, საერთო მოცულობა კი 2 მილიონი ტონა იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველო თვითკმარი გახდება ცემენტის წარმოების მიმართულებით და შეძლებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სექტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ინვესტიცია ითვალისწინებს ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებასა და მწვანე წარმოების დანერგვას, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები დაიწყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თევზეულის დამუშავებისა და მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ. ერთკვირიანი პროგრამა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მზარეულებისთვის თანამედროვე ტექნიკების შესწავლაა. სამხრეთ კორეული ჩიპების მწარმოებელი SK Hynix-ი $1 ტრილიონ ბაზარზე კაპიტალიზაციას უახლოვდება, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. კომპანიის აქციები წელს უკვე 200%-ზე მეტით გაიზარდა, ზრდის მთავარი ფაქტორი კი AI სერვისებისთვის საჭირო მეხსიერების ჩიპებზე მაღალი მოთხოვნაა. რამდენიმე კვირის წინ $1 ტრილიონ გადააჭარბა Samsung Electronics-მაც, თუ კორეული კომპანიაც ამ ნიშნულს მიაღწევს, სამხრეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც 1-ზე მეტი $1 ტრილიონიანი კომპანია ეყოლება. Honda-ს ელექტრომობილებზე გაკეთებული სტრატეგიული ფსონი წარუმატებელი აღმოჩნდა იაპონურმა ავტოგიგანტმა ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად წლიური ოპერაციული ზარალი განიცადა და მაჩვენებელმა $3 მილიარდ მიაღწია. მთავარ მიზეზად ელექტრომობილებზე მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნა სახელდება. შესაბამისად, Honda რამდენიმე ელექტრომობილის პროექტს აჩერებს და წარმოების გეგმებს ცვლის ხარჯების შემცირების მიზნით, ის ასევე მიწოდების ჯაჭვის ნაწილს ჩინეთის ბაზარზე გადაანაწილებს. ფინანსურ ზეწოლას ამძაფრებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, კონკრეტულად კი ელექტრომობილებზე საგადასახადო შეღავათების შემცირება და იმპორტზე დაწესებული ტარიფები. ამ ფონზე კომპანია იძულებულია სტრატეგია ჰიბრიდული ავტომობილების, მოტოციკლების ბიზნესსა და ფინანსურ სერვისებზე გადაანაწილოს.